ერთად. Თქვენ ხართ თანამონაწილე დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი. უთხრა ნიკამელია მოსამართლედ განწესებულ შვანგირაძეს და წყალი შეასხა. ეს წყალი შვანგირაძის ვერც გამოფხიზლებას მოახერხებს და ვერც გარეცხვას. ერთი კია სასამართლობანას თამაში მელიამ არ მოინდომა. გასაგებია რატომაც. ბოლო 6 თვეა ქართველი მოსამართლეები უყურებენ, როგორ მიხავთ პოლიციელებს მათთან ნაწამები, ნაგვემი ხალხი. პროკურატურა ამ ხალხის პატიმრობას ითხოვს. ეს ხალხი კი იმ ჯოჯოხეთს ეყვება, რაც მათ დაჭერისას ან შემდეგ უკვე პოლიციის განყოფილებებში გამოატარეს. დამცირება, ცემა, გაუპატიურების მუქარა, ძარცვა, მოროდიორობა. მოსამართლეები ამ ხალხს უსმენენ, იქვე იბანენ ხელს და იმას აკეთებენ, რაც პროკურატურას სჭირდება. სინდისი აშკარად არ უწუხდებათ. მელი არ უწამებიათ, მაგრამ სითავხედის ყველა ზღურის მიღმა დაგეგმეს და აღასრულეს მისი დაჭერა. არ უნდათ რომ მელია სახლიდან ამ პარტიის ოფისიდან ასაყვანი გამხდარიყო. ამიტომ ჯერ პროკურორებმა ტყუილი თქვეს და გუშინ სხდომა ასე გადადეს. შემდეგ რეჟიმმა სცენა დადგა, თითქოს პატრულმა მელიას მანქანა გააჩერა დაბურული შუშების გამო დაჯარიმების მიზნით. ამ დროს მელიამ პატრულს შეურაცხყოფა მიაყენა და უცებ ამოიზარდა მიწიდან ძალოვანთა ასეული და კანონდარღვევი მელია ადგილზე დააკავეს. ახლა ეს დაჭერა გაუმართლა მოსამართლემ პროკურორს. ასეთი იყო სცენარი. მელიას მიერ მოსამართლისთვის შესხმული წყალი სიყალბეზე უარის რომ თითქოს რაღაც პროცედურები გვაქვს, მოსამართლეები გვყავს და კანონები მუშაობს. დროულად სჯობს დავივიწყოთ ეს სიცრუე და სიმართლეს გაუსწოროთ თვალი. ამაში კი მელიას პერფორმანსი სასამართლო დარბაზში ნამდვილად გამოდგება. მოსამართლე შვანგირაძე ამ წყალს კი შეიშრობს და ახალ მანტიასაც მოისხამს, მაგრამ სირცხვილის ლაქის მოშორება ნამდვილად უნდა გაუჭირდეს. როცა იქნება და სამართალი მოვა, შვანგირაძე და მისი ჯიშის მოსამართლეები საპატიო თანამდებობებიდან უნდა მიწას დაენარცხონ და ვერასდროს ვეღარ შეძლონ სხვა ადამიანების ბედის გადაწყვეტა. ხო, მელია რა თქმა უნდა დაიჭირეს. ჩვენთან სტუმრად გიორგი კონდახაშვილია, ნიკამელიას ადვოკატი. კონდახიშვილი, დიახ, ბოდიში. გიორგი, საღამოშობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. საღამოშობისა. ესწრებოდით ამ სხდომას, ხო? მართლა წინასწარ გამოცხადებული დაჭერის ქრონიკას უყურებთ ამდენი თვეა ყველა მიმართულებით, ხო? გამოირჩევდათ თუ რა სხდომა რამით, აი მოსამართლესთან დაკავშირებით რას გვეტყვით მათ შორის? ფაქტობრივად უკვე ყველაფერი ეს ღიმილის მომგვრელია. ნიკამელიას თავს წლებია მსგავსი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი სივრციდან გასული ქმედებები, ასე ვთქვათ, სახეზეა, თუმცა გუშინ და დღეს რაც მოხდა, ეს კიდევ ერთხელ ხელის გულზე დევს. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ეს იყო ეგრეთ წოდებული წინასწარ დაგეგმილი უკანონობათა ჯაჭვი, ჯერ ხელოვნური მიზეზით პროკურორებმა გადადეს პროცესი, სავარაუდოდ აქ ვიღაცამ დათვალა და ნახეს, რომ გიროვის გადახდის ვადა არ იყო გასული, ამიტომაც დავალება მისცეს მოსამართლეს, რომელმაც ყოველგვარი არგუმენტაციის შესმენის გარეშე დასვის მხრიდან დაყენებული, რომ გადაედოთ ნებისმიერ დღეს იმ კვირაში აუცილებლად უნდა ჩაენიშნა და ჩანიშნა კიდევაც პროცესი დღეს 2 საათზე. მე შემდგომ მოხდა ეს კრიმინალური გატაცება და აქ ვერ დაგეთანხმებით რომ მელიასთან მიმართ არ იყო ჩადენილი აშკარად, აქ იყო აშკარად ჩადენილი ქმედებები დაწყებული შეურაცხყოფიდან დამთავრებული მისი პირადი ღირსების შეურაცხყოფაზე, ცდილობდნენ მისი ტელეფონის ინფორმაციის მოპოვებას, უღირსის საქციელი, ვიდეოებს უღებდნენ, უგზავნიდნენ ხელმძღვანელობას, ფაქტობრივად დამცირების და შეურაცხყოფის რაც ჯდება პირდაპირ მნიშვნელობით არ ადამიანის მოპოვის ფარგლებში, თავი რომ დავანებოთ უკანონო დაკავებას და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ლიდერის მიმართ და იკითხებოდა საითაც მიდიოდა ხომ დღეს ფაქტობრივად კიდევ ერთი ძალიან უხერხული მომენტი შეიქმნა სასამართლო პროცესზე, როდესაც ჩვენ მოსამართლეს, რომელიც ფორმალურად ასრულებდა მის ფუნქციებს, დაუდასტურეთ, რომ შეუძლებელია ნიკამელიას სრული შემთხვევაში გირაო გადაეხადა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკავებული და მოთავსებული იყო წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ შემთხვევაშიც კი ობიექტურ მსჯელობასთან მიახურებულ მოსამართლეს პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა. ანუ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნიკას დღეს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ეს არის პროკურატურის მტკიცება, რომ 30 დღის განმავლობაში, მათ შორის გუშინ 12 საათის ჩათვლით, მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა გირაოს გადახდის და არ გადაიხადა. მაშინ, როდესაც ფაქტია, რომ ნიკა დაახლოებით 20 საათზე გუშინ 12 საათამდე 4 საათი იყო დარჩენილი, დააკავეს და არათუ გირაოს გადახდის ელემენტარულად ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდა და ხელბრუკილ დადებული
გადასული, ჯერ სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა და შემდგომ კიდე სხვადასხვა პოლიციის შენობებში. ესმით, რაზე არის საუბარი? არა, რაღაც განსაკუთრებული მობილიზება ქონდა. დღეს მარტო მის სასამართლოში გადასაყვანად, ხო, რაღაც მობილიზება გააკეთეს სპეცრაზმას, ხო? აი, რას გქონდა მათ შორის ეს რაღაც პანიკური სიტუაცია, რას იზამდნენ ხან ნიკამელი ეკთან გაიქცეოდა თუ? წარმოიდგინეთ, ხო ყველა დარწმუნებულია, რომ ყველას უსმენენ, მათ შორის ნიკას და მის თანაგუნდელებს, ხო? ძალიან კარგად იცოდნენ და ხელის გულზე იდო, რომ არავით არის ექსესი და არავით არის გართულება ნიკას მხრიდან არ იყო მოსაუბრებელი. მან საჯაროდ განაცხადა ერთადერთი მიზნით სასამართლოში არ გამოცხადა, რომ თავი აერედებინა სწორედაც რომ ამ ექსესებისგან, რაც მაგალითად ზურა ჯაფარიძის დაკავების დროს მოხდა სასამართლოში. მოქალაქეები დააკავეს, ცემეს, არ შეუშვეს პროცესზე და ამის თავის ასარიდებად განაცხადა ნიკამ, რომ არ მოვიდოდა პროცესზე, რომ ის აპირებდა ყოფნა სახლში თუ? ის აპირებდა შესაბამისად ან ოფისში, ან სახლში, ყოველ დამერწმუნეთ, ყოველ 7 ვითარებაში მოხდებოდა მისი თუკი სასამართლო ამას მიიღებდა. ის არ აპირებდა რაღაცა? ალბათ ვიღაც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჰქონდა გარკვეული შიშები, მისცეს დავალება შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო დავალება, მოიმიზეზეს დღემდე სხვათა შორის აღნიშნეს დღეშია დღემდე გავიდა დაახლოებით 24 საათზე მეტი მისი დაკავებიდან და რა დაედო საფუძვლად ნიკამელიას გუშინ დაკავება ჩვენ არ ვიცით. მხოლოდ განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა. აქ შეიძლება იყოს ერთი რომ ვითომ და მოიგონეს ახლა საპატრულო პოლიციამ გააჩერა და გაგიჟდა ნიკა და დაუწყო გინება. ან მეორე რაღაც შეიძლება თვეების წინანდელი ან წარსულიდან რაღაც მომენტი ამოიღოს მისი ასე თქვა ან მიტინგზე, ან აქციაზე, ან სხვა ვითარებაში რაღაცა ქცევის და აი ეს დაუდო საფუძვლად. რა მნიშვნელობა აქვს, რას გამოიყენებენ საბაბად? ხომ ყველაფერი ხელის გულზე დებს და ხომ ყველაფერი იკითხება. ეს იყო ერთიანი უკანონობის ციკლი, რომელშიც ჩართული იყო პროკურატურა, სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნიკამელიასთან მიმართებაში ჩადენილი არის არაერთი დანაშაული და დღეს პირდაპირ მნიშვნელობით იგი არის უკანონო პატიმრობაში და ეს თავიდან ბოლომდე მოსამართლე შვანგირაძის ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის ქვეშ არის. თავი რომ დავანებოთ მანამდე არსებულ სხვადასხვა. ხო, გუშტელ ინციდენტი, ამბავი დაჭერის ამბავი, იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ესე იგი ნიკამ ხო შეურაცხყოფა მიაყენა პატრულს, ხო? ან ჯერ პატრულმა გააჩერ, ხო? აი, რომ წარმოვიდგინოთ სცენა, ხო? რომ მელიას აჩერებს პატრული, რომ დაბურული შუშები შეამჩნია შემთხვევით, ხო? გააჩერეს, მელიამ ამ დროს დაუწყო და აუცებ საიდანღაც გაჩნდნენ ასე დაახლოებით 100-მდე აი ამოიზარდნენ მიწესეთი ეს ოპერატიულობა იშვიათია. წინასწარ შერჩეული ადგილი, სადაც არის ყოველგვარი შესაძლებლობა მომსვლელი, რომ ფაქტობრივად გარესათვალთვალო კამერებიდან მოხდეს ამოღება, მეცაც გეტყვით. პოლიცია ამ შემთხვევაში ვალდებული კანონითაც ასეა, იცით? და პრეცედენტული სამართლითაც ასეა, რომ როდესაც ხდება მსგავსი სახის დაკავებები, პოლიცია არის ვალდებული, ძალოვანი სტრუქტურა არის ვალდებული თვითონ მოახდინოს ამის ვიდეო ფიქსაცია. იმიტომ რომ როდესაც არის პოლიციის ჩვენება, ბრალდებული ჩვენების წინააღმდეგ, სოფლიო პრაქტიკით და საქართველოს სამართლებრივი მოცემულობით უნდა იყოს დამატებითი მტკიცებულება, როგორც არის აუდიო ჩანაწერი, ვიდეო ჩანაწერი, გარესათვალთვალო კამერა. მე არათუ ჩაიწერეს, თუ კი მართლა ნიკამ მას აგინებდა, თუ კი ნიკამ წინააღმდეგობა გაუწია პირიქით მათ არათუ არ ჩაიწერეს ეს თითქოს და მის ჩადენილი დანაშაული. მანქანაში ორივე მანქანაში ნიკას მანქანაში თანხმლე მანქანაში იყო 4 ვიდეო ფიქსატორი, ეგრეთ წოდებული, რითაც გასაგებია ხო, მათ დამონტაჟებული იმდენი პროვოკაცია ხდება, იმდენი თავის დაცვის მიზნით, რომ იწერებოდა იქ ყველაფერი. მოანგრიეს, ფაქტობრივად მოტეხეს და გაანადგურეს აღნიშნული ფიქსატორები და წაიღეს. ტელეფონები ჩამოართვეს აღნიშნულ პირს. ფაქტობრივად ნიკამ რაც ახსნა დღეს მოყვა თუმცა სამწუხაროდ მისი გაღიზიანება რამ გამოიწვია პროცესზე, როგორც მე ვუყურებდი, ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლე, რომელიც არის კანონით ვალდებული, რომ თუ კი გაიგებს არადამე მოპყრობის, ღირსების შემნახავი მოპყრობის ფაქტს, რეაგირება მოახდინოს, ჩაეძიოს და მიმართოს შესაბამის ორგანოებს ოფიციალურად აღნიშნულ დაკავშირებით, ერთადერთი მცდელობა შვანგირაძის იყო, როგორმე წამოეცდევინებინა ნიკასთვის, რომ კარგი არ ქონდა შესაძლებლობა გირაოს გადახდეს, სურვილი ქონდა თუ არა და ქონდა თუ არა შესაძლებლობა. მე დაცვის ხარეს ცდილობდა, დაცვის ხარესთან ცდილობდა ამის გაკეთებას. ამანაც სავარაუდოდ გამოიწვია, ასე ვთქვათ, ნიკას გაღიზიანება და დამერწმუნე ძალიან რთულია, როდესაც უკანონობათა კასკადი არის შენ წინააღმდეგ, როდესაც ღირსებას შეგილახავენ, როდესაც შეურაცხყოფას მოგაყენებენ, როდესაც ფაქტობრივად დღის ასე ვთქვათ გაგიტაცებენ და შემდგომ დაგაკავებენ და კიდევ პატიმრობას ზევიდან დაგიმატებენ, დამერწმუნეთ და ამას უყურებს მოსამართლე, რომელიც აბსოლუტურად გულგრილია და ნაცვლად იმისა, რომ გაერკვეს, რაც მის კანონის მიერ ვალდებულება, გაერკვეს სიტუაციაში და მისცეს შესაბამისი რეაგირება ამ ყველაფერს, ცდილობს დამატებითი არგუმენტები მოძებნოს პატიმრობის შესაბამისად. ანუ ის მართლა გადის რაღაც
რაღაცნაირ გამოსაცდელ პერიოდს. ოღონდ ეს გამოსაცდელ პერიოდს გადის ამ ივანიშვილის რეჟიმის წინაშე, ხო? რომ დაუმტკიცოს, რომ მას ნამდვილად შესწევს უნარი, რომ ყველაფერს მოაწეროს ხელი. სამწუხაროდ ამ მოსამართლეზეც რო თქვა თორე ცხოველი. რა გიქრათ, დანიშნული არის როგორც მე მის ბიოგრაფიას არ გავცნობი, რომ ესე ახლოს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი დეკემბერში. და ყველა ახლდანიშნულ მოსამართლეს გააჩნია სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. Ну, დღეს რაც ნიკამ გააკეთა აქცენტი, სამწლიანი გამოსაცდელის ვადის შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს მოსამართლეების, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის შეფასებას და თუ რა კრიტერიუმებს ეყრდნობა აგრესიული შეფასება, ალბათ ძალიან ადვილი მისახვედრია. და ძალიან მოწყვალდია ადამიანი მოსამართლე, რომელიც არის გამოსაცდელი ვადის ქვეშ, ალბათ მოწყვალდია და იცის სამუდამო დანიშნული მოსამართლეებიც არანაკლებ სამართლოდ იქცევენ, მაგრამ ხო მეტი მოქმედების მეტი სივრცე აქვთ ეს ხო? ძირითადად ასეთი საქმეები, რომელიც არის პოლიტიკური საქმეები, თქვენ ახსენეთ აქ ადმინისტრაციული პატიმრობები, თითქმის ყველა ასეთი საქმე აწერია ახალდანიშნულ მოსამართლეებს, რომლებიც აბსოლუტურად არ ინტერესდებიან ხოლმე საქმეში არსებული მტკიცებულებებით, როდესაც არის დავალება, უნდა იყოს დღეს ახლა რამდენიმე პარალელურ დარბაზში წარმოუდგე ახალგაზრდებს, ზოგს 12 დღიანი პატიმრობა, ზოგ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს აბსოლუტურად მოგონილი რაღაც ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, ბრალდებებით. და დღეს პრაქტიკა მივიღეთ საქართველოში როგორი. თუ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ პირი უნდა დააკავონ, მარტივი მუხლი აქვს შერჩეული პოლიციის შეურაცხყოფა ან წინააღმდეგობის გაწევა. ორი პოლიციის ჩვენება ყოველგვარი ვიდეო ფიქსაციის გარეშე და სასამართლოში სტანდარტია, რომ ამის გამო შეიძლება ადამიანი მოხდეს 60 დღიან პატიმრობაში. ამ დროს არც ერთი პოლიციელი ჩვენა ვინც აწამებდა ადამიანებს, ხო? ვინც სისხლის გუბეები დააყენა, მართ არც ერთი არ გვინახავს, რომ დასჭილიყო. და ამ დროს ზრდილობის გულისთვის მაინც რომ ერთი საქმეზე ყოფილიყო. კი არისთვის, რომ აი ნახეთ ჩვენ კი ამათ ვშვით, ვიძიებთ, ჩვენ რეაგირებას ვახდენთ. არც ერთი. მე მგონი ეს დემონსტრაციული ხო, ძალიან დამოკიდებულია, რომ აჩვენებენ ასე თქვა უკანონო დავალების შემსრულებლებს, აჩვენებენ მათ, ვინც ყველაფერზე ხელს აწევს, რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენ თქვენ გფარველობთ, თქვენ მიიღებთ პრემიებს, თქვენ მიიღებთ დაწინაურებას და არც ერთი მათგანი თუნდაც ერთი პრეცედენტიც კი არ დაუშვეს წამებელი, მოძალადე, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების, რომელიც იყო ნიღბებში და ასეულობით ადამიანს აქვს მიღებული ფაქტობრივად დაზიანებები და მოროდიორობდნენ უბრალოდ ადამიანებს ჯიბეებში ქორწინების ბეჭდებს ხსნიდნენ დაპატიმრებულებს ტელეფონები კრიპტოვალუტების მითვისება ნუ უამრავი დანაშაული არის სახეზე ყველაფერზე არის გამოძიება დაწყებული მაგრამ ყველა გამოძიება არის შესული ჩიხში და რომელმა უწყებამაც ის გამოძიებები დაიწყო ის უწყება გააუქმეს გააუქმეს თავის ასე ვთქვათ გამოძიის შედეგებია და აღნიშნული საქმეები ხო გადავაქვემდებარებით პროკურატურაში და ნუ ვინც უკეთებდა საპროცესო ხელმძღვანელობს ალბათ ეხლა მათ უნდა გამოიძიონ პროცედურულად გააერთიანებენ გიორგი უნდა გითხოთ ეს ბოლო კითხვა იქნება გაგათავისუფლოთ მალე როცა ჩვენ აი ამ საქმეების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ეს თვისობრივად ახალი ეტაპი არის პოლიტიკოსების დაჭერა აი ამ საბაბით რომ არ გამოცხადდეს ჭულუკიანის კომისიაზე ხო მოკლე გზა იპოვეს შორტკათი გააკეთეს რომ აი ასე დაგიჭერთ ყველას პროცედურულად რას ველოდებით შემდგომ რას გვეუბნება რეჟიმის კანონები არის ეს თვითონ ეს საქმეები აი თავისი კონტენტით იმდენად მარტივად დასამთავრებელია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვა დამთავრდეს ორ სხდომაში ასე რა უნდა განხილვა არის ის რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე ბოვა ორი მის რა ქვია კანცელარის თანამშრომელი რომელიც იტყვიან რომ ნიკა მელიას მივწერეთ და გითხრა ვარი მოსვლაზე всё მეტი აქ არაფერი არ არის გამოსაძიებელი ამიტომაც მე ვფიქრობ რომ აღნიშნულ საქმეებს ისევ და ისევ პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე გამოიყენებს ხელისუფლება ზოგ მათგანთან მიმართებაში გადაწყვეტენ მათთვის როგორ უფრო მისაღებია მაგალითად პირობითი მსჯავრი ჯარიმა ზოგიერთი მაგალითად დაკავებული ლიდერის პატიმრობაში დატოვება ამას ჩვენ გავიგებთ უახლოეს თვეებში მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით აღნიშნულ საქმეზე თუ კი მოხდება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება სულ რაღაც 2-3 პროცესში შეიძლება დამთავრდეს საქმეები გესმით რაზე არის საუბარი ამიტომაც ახლა ძნელი წარმოსადგენია ეს როგორ განვითარდება მათ თავში მე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში სამართლებრივი შეფასება როგორც იურის მიჭირს ვინაიდან ყველა თითქმის ყველა ჩემი კლიენტის ესეთი საქმე რომლებიც გარკვეულწილად მეტანკლებად არის შემხობობაში პოლიტიკასთან საერთოდ გასული
არის სამართლებრივი სივრცე. ნიკას თავს რაც ხდება, ეს საერთოდ ცალკე სახელმძღვანელოა და ფაქტობრივად ახალი პრეცედენტები, ახალი, რა ვიცი, პრევენციული დაკავება, გირაოზე გირაო, პატიმრობა უკანონო, რა გითხრათ? არა, ბოლო დღეებში სურაჯ აფარიძის ამბავი, ხო? გიორგი ბაჩაშვილის მოტაცების ამბავი უცხოეთთან, ხო? აი ნიკას ამბავი, ეს ყველაფერი ემატება ერთმანეთს, ახლა ნიკა გვარების ველოდებით, როდის დაიჭერენ პირდაპირ, ხო? დღეს ხოდაშო ესეთი დღეს მოსამართლე გვეკითხებოდა ხა ნიკა ჩემთან ერთად გამოდიოდა პროცესი და 12-ში თუ გაქვთ 12-ში სავარაუდოდ მის პროცესი უკვე თვითონ აღნიშნა დიდი ალბათობით ციხეში ვიქნებიო და ესეთი მართა აღსანიშნავი ამბავი არის ნამდვილად. ასე ვთქვათ სამწუხარო მოვლენას წინაშე დგას, თუმცა რა ვიცი, ღიმილის მომგვრელიც არის. აი ესეთ ვითარება გვაქვს და სადამდე გაგრძელდება, არ ვიცი. ნამდვილად. მადლობა ძალიან დიდი გიორგი გიორგი იყო ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ გიორგი. ჩვენ ახლა გიორგი მახსენა ზუსტად რომ დღეს მიყოლებით სასამართლო დარბაზებში სხვადასხვა ხდომა გაიმართაო და ნამდვილად ასე იყო ყველა დარბაზში პოლიტიკური საქმეები დუხს შეიძლება ითქვას სასამართლოში. ანი ქავთარაძე დააჯარიმეს ასევე კოალიციას ცვლილებისთვის წარმოადგენელი 5,000 ლარით და ასევე პატიმარ საბას ხვიტარიძის ძმას თორნიკეს ხვიტარიძეს 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა ამოჯახიდან 2 ადამიანი უკვე პოლიტიკურ პატიმრობაშია. მათი დავებიან ცრუ მოწმის მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას. ჩვენ ახლა ანი ქავთარაძე ჩაგვერთვება, ანი საღამოშვიდობისა, მადლობა რომ ხართ საღამოშვიდობის. მოგვიყევით რა მოხდა სასამართლოს ხდომაზე და რას გედავებათ თქვენ რეჟიმი? დიახ, საღამოშვიდობის. დღეს ნამდვილად ძალიან მძიმე დღე იყო, იქიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღნიშნეთ, ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესები, შეიძლება ითქვას სასამართლოს დარბაზებში. ჩვენ პროცესთან დაკავშირებით არაფერი ახალი არ მომხდარა, რაც შემიძლია გითხრათ, რასაც არ ველოდით. სავარაუდოდ ჩემ შემთხვევაშიც გამოიყენებდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მყავს მცირეწლოვანი შვილები. დამაჯარიმეს მაქსიმალური თანხის ოდენობით და ეს არის 5,000 ლარი, მაგრამ თორნიკეს ხვიტარიძის შემთხვევაში არ გაითვალისწინეს ის მოცემულობა, რომ მისი ძმა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ნაწამები საბას ხვიტარიძე და დღეს დედამისის თვალწინ უკვე დააკავეს მისი მეორე შვილიც. ანუ რეჟიმს აქვს, არ ვიცი, უსასტიკესი და ყველაზე ბრუტალური ფორმები, რაც კი შეიძლება ალბათ არსებობდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ყოველ შემთხვევაში უახლეს ისტორიაში მე მსგავსი ნამდვილად არ მახსენდება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარჩულის მქონე და ამ გვარად ცდილობენ, რომ დააშინონ ადამიანები, დააშინონ პოლიტიკოსები, დააშინონ აქტივისტები, ასევე მიმდინარეობდა, როგორც იცით, აქტივისტების სასამართლო პროცესიც ამავე საქალაქო სასამართლოს შენობაში, მაგრამ ამ გზით ისინი ვერ მიიღებენ დაშინებას და დღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ამიერიდან ალბათ სავარაუდოდ გვარის სირცხვილად წოდება, ვინმესთვის 5,000 ლარით დაჯარიმდება, ან ადმინისტრაციული პატიმრობით თუ კი მას არასრულწლოვანი, უпростоრად 10 წლამდე შვილი არ ეყოლება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საკანონმდებლო ცვლილება მიიღონ იმისთვის, რომ მცირეწლოვანი შვილების დედები დააკავონ ადმინისტრაციულად, როდესაც ამის საჭიროება მათ ექნებათ. რაც შეეხება ნიკა მელიას, ყველამ კარგად იცით, უკვე ბევრი ისაუბრეთ, როგორი იყო მისი დაკავების მეთოდები, საერთოდ რაში ჯდებოდა მე ეს არ ვიცი, ეს რაღაცა ასეულობით ადამიანის გამოყენება მის გასატაცებლად, ეს დაკავება არ იყო, ეს ნამდვილად გატაცება და ეს არის უკვე რაღაცა ზღვარი, რომელთანაც მივიდა რეჟიმი, სადაც ცდილობს, რომ უკვე პოლიტიკური ლიდერები დაამწყუდიოს, ასე ვთქვათ, მოათავსოს საპყრობილეში მათი პრინციპულობის, მათი თანმიმდევრულობის და მათი ვაჟკაცურობის, დიახ, ვაჟკაცურობის საპირწონოდ, იმიტომ რომ მათ კაცობასთან, ქართველობასთან თავად არანაირი კავშირი არ აქვს და მე თქვენს ეთერშიც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ღირებულება დაფლეს მიწაში ძალიან ღრმად. ყველაფრის წინააღმდეგო წავიდნენ, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის, როგორც ქართველებისთვის ღირებული, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ნათელი ევროპული მომავლისთვის, არიან ნამდვილად ვაჟკაცურები და დღეს თორნიკეს ხვიტარიძემაც სწორედ იგივე ცითამამე და კაცობა აჩვენა, ასე ვთქვათ, სასამართლო პროცესის დასასრულს, როდესაც ეს გაიწელა უკვე ნინო ენუქიძის მიერ განაჩენის წაკითხვის პროცესი.
რომ შევწუხდით უბრალოდ, თუნ თქვა შეუძლებელი იყო უკვე ამ დაბაში და თავად ითხოვდა რომ ბორკილები დამატეთ. მაგრამ ცალსახაა რომ ვერავის დააშინებენ და ცალსახაა რომ დასავლეთის ზეწოლა მათზე გაცილებით უფრო ხისტი იქნება და რაც არ უნდა თავი მოიწონონ იმით რომ ისინი რაიმე გზით მიაღწევენ დასავლეთთან ლეგიტიმაციას ეს დღევანდელი დღიდან გამომდინარე თუნდაც მხოლოდ უკვე გამორიცხულია და ჩვენ ახლა სანამ შემოვიდოდით თქვენთან ეთერში სწორედ ვკითხულობდი რომ საქართველოს ნატოს პარლამენტს შორის საბჭოს წარმომადგენლობას მუშაობა შეუჩერდა და გვახსოვს რომ სულ ახლახანს მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე იწონებდნენ თავს აღნიშნულ საბჭოში მუშაობით და საბოლოო ჯამში დასრულდა მათი სამუშაო პროცესიც და ასე იქნება რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანის შემთხვევაში რომელიც დღეს წარმოადგენს რეჟიმს და ემხრობა იმას რომ ასობით დაზარალებული ადამიანი ყავს დღეს ჩვენ ქვეყანაში და არც ერთი დამნაშავე არ არის გასამართლებული რომელიც წარმოადგენდა სისტემას მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ასამართლებენ იმ ადამიანებს რომლებიც დღევანდელ დღემდეც იღწვოდნენ და იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა აგრძელებენ ბრძოლას დასავლური კურსისთვის. მადლობა ძალიან დიდი ანი ქავთარაძე ცვლილების კოალიციიდან გვერდებოდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ანი ქავთარაძეს 5000 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს და პატიმარ საბას სკუტარიძის ძმა თორნიკე სკუტარიძე დაიჭირეს, ანუ ოჯახში ორი დაიჭირეს უკვე ორივე ძმა ამ წუთას ციხეშია. ცრუ მოწმე მირიან ქავთარაძისათვის გვარის სირცხვილის წოდებისათვის ასეთი სამართალი ახლა ვცდილობდით გადამეთვალა თავში დღეს რამდენი სასამართლო პროცესი გაიმართა. კიდევ თათია აფრიამაშვილს მიუსაჯეს 12 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა, ლიკალურ თქმანიძეს 12 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა და მაგდა მამუკაშვილს 4000 ლარიანი ჯარიმა, ესეც იმიტომ იგივე მუხლით რომ მცირეწლოვანი შვილი მარიამ ლაშხმა უჩივლა ამ ხალხს შეურაცხყოფისთვის თითქოს მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა საჯაროდ გამოხატეს მის მიმართ არსებული პოლიტიკური პოზიცია. მარიამ ლაშხს არ შეწუხებია დასისხლიანებული ხალხის ყურება თბილისის ქუჩებში, არანაირი შეურაცხყოფა სახლთან დახვედრებთან დაკავშირებით, არაფერთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამს, ხმები ესმოდა ოღონდ იქიდან მიღმიერი სამყაროსგან მასონების შესახებ და ახლა თურმე მის გამო ორი ადამიანი, ორი გოგო ციხეში წავა, ორი სტუდენტი გოგო ციხეში წავა, ესეც მარიამ ლაშხის შინაგანის სახე. ჩვენი სტუმარი ახლა მაია კოპალეიშვილია ცვლილების კოალიციიდან. ქავთარ მაია მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მართლა უსკრულსა ხადის ფსალმუნებში როგორც არის ყოველდღე უარესი და უარესი და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენ სასამართლოსთან. მე არც ვიცი ასეთი დაბალი კლასი რამე პროფესიაში გაგვაშდეს როგორც არიან მოსამართლეები. თქვენც მოსამართლე იყავით, მესმის რომ შეიძლება ამის მოსმენა არ იყოს მარტივი, მაგრამ უნდა გთხოვოთ აი ამ დღევანდელი სასამართლო პროცესებს. აი რაც მე მოვყევი ახლა რაც მოვისმინეთ მელიას თავს რაც მოხდა ამ ყველაფრის შეფასება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია უნდა გამოვიდეთ იმ ფაქტობრივი ვითარებიდან, რის წინაშე ჩვენ ვართ. ჩვენ ვიცით რომ სასამართლო ხელისუფლება არის უზურპირებული ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ. ანუ ფაქტობრივად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება ჩვენ არ გვაქვს. ამდენად მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებიან რეჟიმს, იღებენ სწორედ აი ასეთ უსამართლო და რეჟიმის მაამებელ გადაწყვეტილებებს. ის რაც ნიკა მელიასთან მიმართებით მოხდა გუშინ და დღეს მისი გაგრძელება იყო. ანუ ის რომ ნიკა მელია გაიტაცეს, ის რომ თავად ნიკა მელია უყვებოდა ამას მოსამართლეს და ჩამოაყალიბა ყველა ფაქტი, ვითარება, რაც წინ უძღოდა მის აი ამ უსამართლო გატაცებას და ზოგადად გატაცებას და თან მთავარი მომენტი, რაზეც მოსამართლეს უნდა გაემახვილებინა ყურადღება, რომ ნიკა მელია გაიტაცა სამართალდამცავმა ორგანოებმა, ანუ გაიტაცა სახელმწიფომ. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო იყოს სწორედ გარანტორი დაცვის ადამიანის უსაფრთხოების, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უფლებების კუთხით არის და ხაზი უნდა გაუსვათ, ეს არის ადამიანის უსაფრთხოება და ეს უსაფრთხოების გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით. და ჩვენ რა დავინახეთ, რომ სახელმწიფოს აი ეს ორგანო, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იცავდეს ჩვენს უსაფრთხოებას, სამართალდამცავი ორგანოები არ იყვნენ სწორედ გატაცების ის ინსტრუმენტი და მექანიზმი ქართული ოცნების პოლიტიკური აი ესეთი რუსული რეჟიმის
ხელში და შეასრულეს მათი დაკვეთა და აი ეს პირი ჩვენი ლიდერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი და მთავარი პროდასავლური პარტიის ლიდერი ბატონი ნიკა მელია აი ასე გაიტაცეს და დღეს წარმოადგინეს სასამართლოზე მისი ნების საწინააღმდეგო სხვათა შორის ადამიანი სასამართლოზე ცხადდება როდესაც თავისი იმ პირობებშია რომ თავისი ნებით შეუძლია გადაადგილდეს ის თავისი ნებით ცხადდება სასამართლოს ხომაზე და ჩვენ დავინახეთ რომ რეჟიმმა ის იძულები თავისი ნების საწინააღმდეგოდ წარმოადგინა ეს ბუნებრივია მიანიშნებს იმას რომ აი ქართული ოცნების სისუსტეს და ქართული ოცნების მიზანს რომ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში ეხმარება სასამართლო ხელისუფლების აი ეს მოსამართლეები რომლებიც სრულიად უზურპირებულნი არიან ქართული ოცნების აი ამ ანტი ქართული ძალის რეჟიმის მიერ სხვა რა უნდა დავარქვე ხა ქართული მართლმსაჯულება სამართლებრივ შეფასებას რო არ ექვემდებარება ჩვენ ხო დავინახეთ ჩვენ არ უნდა ვქონდეს რა მოლოდინი მორალურ შეფასებას ითხოვს ხოლმე არანაირი მოლოდინი არ უნდა ვქონდეს რომ რომელიმე მოსამართლეს რომლებსაც დაეწერება აი ეს პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები რომელიმე მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი ან შეასრულებს იმ სამართლიანობის იდეას რაც ახასიათებს მართლმსაჯულებას ხო და უნდა ახასიათებდეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენ ვიცით რომ ეს ასე ვერ იქნება ყველა ის მოსამართლე რომელიც მიიღებს რეჟიმის სახელით გადაწყვეტილებას ეს იქნება რეჟიმის დაკვეთა ბუნებრივია. აი ეს გამოსაცდელი პერიოდით არის ეს კაცი დანიშნული პოზიციაზე და ახლა უნდა დაამტკიცოს რომ დანიშნო ხო მომავალში ანუ ეს გამოსაცდელი პერიოდი მართლა გამოსაცდელი არის ხო ოღონდ გამოცდა მიმდინარეობს იმაში რამდენად ყველაფერზე მოაწერს ხელს. აი ეს არის ჩვენი შიდა სასამართლო მორალი ხო აი ამის გარშემო დგას ამ პირობებში როგორ ფიქრობთ თქვენ რა არის ასეთ სიტუაციაში მოქმედების ყველაზე სწორი გზა მათ შორის სასამართლო დარბაზში ხა ნიკა მელიამ წყალი შეასხა მე გულწრფელად რო გითხრათ არ ვარ ხოლმე ასეთ რაღაცების მომხრე მაგრამ აი მე უნდა ვაღიარო მე გამომხატა მან დღეს აბსოლუტურად დრო აბსურდია მიმართო თქვენო ღირსებაო აი რა სასამართლობანას თამაში არის ხო ეს ყველაფერი თქვენ როგორ უყურებთ ამ ნაწილს იცით მოსამართლის მიმართ რო პატივისცემა გაგიჩნდეს მოსამართლე ამის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს ხო და როდესაც ჩვენ აი როდესაც ჩვენ საუბრობთ სამართლიან მართლმსაჯულებაზე აქედან თუ გამოვალთ და ან თუნდაც ვიცით როგორი მართლმსაჯულების წინაშე ვდგევართ რომ კლანურია მართლმსაჯულება რომ ქართულ ოცნებას ემსახურება მაგრამ მოსამართლის მანტია რო გაცვია და ჩვენი ხალხის გადასახადებით რო იღებ ხელფას და პასუხისმგებლობა გაქვს იმ ფიცის წინაშე, ქვეყნის წინაშე, ამ ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების წინაშე და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტორი უნდა იყო შენ რო სასამართლოს და მოსამართლე ხარ და ამ დროს შენს წინ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდასავლური პოლიტიკური ძალის ლიდერი და გეუბნება რომ გამიტაცეს და გიყვება ამ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ დროს შენ რო მოსამართლე ხარ და ნერვი არ გიტოკვდება და ვითომ არ გესმის ესა თითქოს ვერ ხედავ და იცით როგორი აბსურდული კითხვა დაუსვა აი სრულიად რომ მოსამართლე ის კი არა რომ მოსამართლე კვალიფიკაციას უნდა ამჟღავნებდეს კვალიფიკაციასთან რო საერთოდ კავშირში არ არის და შემდეგ პროკურორმაც რომ გაიმეორა ეს იყო სასწაული კითხვა იცით რა იყო რომ აიო თქვენო 9 საათიდან 12 საათამდე გირაოს გადახდასო აპირებდითო მანამდეო ის მთელი ეს პერიოდიო ამბობდითო რომ არ გადავიხდიო აი ამ კითხვას სვავს მოსამართლე რომელმაც იცის რომ ფორმალური საფუძვლები არსებობდა იმ 3 საათის ფარგლებშიც კი იქნება და 5 წუთი რო აკლია მაშინ ვეხდი ეგ მოსამართლემ ამ ფორმით უნდა შეაფასოს რომ დაამართლოს გატაცება ხან აი ხო არ დაინტერესდეს თან არ ვთქვა ეს კაცი სხვა საქმეებში არ არის დაინტერესებული მასთან მიყვანილი არის ნაცემი ხალხი და მართლა განსაცდელში მიტოვება დანაშაულია ჩვენი სიცოცხლის კოდექსი და მას ეგ გააკეთეს მოსამართლეებმა და კიდევ აუცილებლად უნდა გავუსვა აქ მაყურებლისთვის ხაზი რომ გატაცება ერთი მხრივ რომ არის ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ის რომ მოსამართლემ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა ეს არის მოსამართლისთვისაც მისი აი სწორედ ჩვენ რომ ვამბობთ კეთილსინდისიერება უნდა შეფასდესო აუცილებელი კომპონენტი რომ აი ასეთი მოსამართლეები უნდა შეფასდნენ რა თქმა უნდა კეთილსინდისიერების კუთხით მაგრამ მეორე მხრივ როდესაც
გატაცებაზეა, ადამიანის გატაცებაზეა საუბარი. ეს ხო ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ეს ხო წარმოადგენს ზოგადად საფრთხეს, რომ ასეთი გატაცების საფრთხის წინაშე ნებისმიერი პირი შეიძლება დადგეს. თუნდაც ეს მოსამართლეც. ვიღაცას თუ კი არ მოეწონება ხვალ მისი გადაწყვეტილება, შესაძლოა გაიტაცონ. ეს გატაცება არის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ნორმა, ანუ ჩვენ ვიმყოფებით რუსული რეჟიმის პირობებში, რომელსაც აქ ანხორციელებს ქართული ოცნება, აი მისი ინსტრუმენტების მეშვეობით. აუცილებლად უნდა გითხოთ ახლა ეს საქმეების სისხლის დამარხვის საქმეები და ადმინისტრაციული საქმეები რაც არის, ეს არის ერთი მიმართულება, მზიამაღლობელი საქმე დღეს მიმდინარეობდა ხო კიდე ბათუმში. ამასთან ერთად პარალელურად ამ ყველაფრის მიმდინარეობს მე ამ ტერმინს გამოვიყენებდი საკონსტიტუციო გადატრიალება, რადგან მთლიანად გადაიწერა და უარი ითქვა ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებაზე, განსაკუთრებით მის მეორე თავის სულისკვეთებაზე ადამიანის უფლებების შესახებ, ხო? სამი მიმართულებით უტევენ, სამოქალაქო საზოგადოებას უტევენ თავის სპეციფიკური კანონმდებლობით, მედიას გვიტევენ ჩვენზე მორგებული სპეციფიკური კანონმდებლობით და პარტიებს უპირებენ საერთოდ აქცელოს. რა წინააღმდეგობაში მოდის ეს ჩვენი სახელმწიფოს თავარ დოკუმენტთან, კონსტიტუციასთან და რა სულისკვეთება იყო იქ და რას აკეთებს ახლა რეჟიმი? ბუნებრივია რეჟიმი, იმიტომ რეჟიმი, რომ ის გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მოქმედებს სწორედ იმისათვის, რომ მისი ხელისუფლება და მისი რეჟიმი იყოს მუდმივად ხელისუფლებაში და უზურპირებული აქვს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. ანუ ჩვენ ახლა რეჟიმის შეფასება რო დავიწყოთ კონსტიტუციის ნორმებით, მივალთ სრულიად აბსურდულ მდგომარეობამდე, იმიტომ რომ ყველა ნორმას, რომელიც არის კონსტიტუციაში ჩადებული და სხვათა შორის რომელთაც თავს იწონებდა ირაკლი კობახიძე, ყველა ნორმა დარღვეულია, მათ შორის კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიული სახელმწიფო, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, მათ შორის ის, რომ ჩვენ ევროპული განვითარება და ევროინტეგრაციისათვის უნდა გავაგრძელოთ მსვლელობა და გზა. ანუ ის კანონები, რომელიც მიიღეს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში აქვთ მიღებული, ასევე ის მოქმედებები თუნდაც გუშინ ნიკა მელიას ასეთი გატაცების ფაქტი და დღევანდელი სასამართლოს მოქმედება ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის ის, რომ კონსტიტუცია აღარ მუშაობს. კონსტიტუცია ნახეთ როგორ არის. კონსტიტუცია რო არ დარჩეს ქაღალდზე დაწერილ რაღაცა დოკუმენტად, აუცილებელია რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ის უნდა მოიყვანოს მოქმედებაში და ეს სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური ძალა, რომელსაც ახლა დღეს უზურპირებული აქვს ხელისუფლება და არალეგიტიმური ხელისუფლების წინაშე ვართ, ისინი კონსტიტუციის მიხედვით კი აღარ მოქმედებენ. მათ აქვს თავიანთი დღის წესრიგი, რომ რეჟიმი იყოს მუდმივად ხელისუფლებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რეჟიმი გარდა იმისა, რომ არის რუსული, არის ანტიდასავლური და ანტიქართული რეჟიმი, იმიტომ რომ რეჟიმი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, აი თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ყველა სფეროში რომ ისეთ ნეგატიურ კანონმდებლობას იღებს, სადაც ადამიანის უფლებები, სხვადასხვა სუბიექტების უფლებები დღითიდღე გაუარესდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებას და უნდათ უпростоრად ქართულ ოცნებას, რომ ასეთ საზოგადოება იყოს, რომ ხმის ამომღები აქ არავინ არ იყოს. ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება ირღვევა. გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე და არაკანონიერ და არალეგიტიმურ ჩარევაზე შეიძლება იმსჯელო, როდესაც კონსტიტუციურ წყობილებაში ხარ და იქ შეაფასებ თქვათ პროპორციულობის ტესტით. მაგრამ ჩვენ ხო ვხედავთ, რომ ქართული ოცნება არ ცნობს არანაირ კონსტიტუციურ დათქმებს, არც პროპორციულობის ტესტს ცნობს, არც ლეგიტიმურ მიზანს ცნობს. რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა გუშინ ნიკა მელიას გატაცება? ეს ხო სრულიად უკანონო იყო და არაკონსტიტუციური და სწორედ დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ, ხო? ანუ ხელისუფლების შესაბამისმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონკრეტულ გადაცების ფაქტში. ასე რომ ჩვენ რეჟიმის შეფასებას როდესაც ვახდენთ, ის უნდა შევაფასოთ რეჟიმისთვის ამახასიათებელი კრიტერიუმებით და არა კონსტიტუციიდან გამომდინარე პრინციპებით, იმიტომ რომ ისინი გასულნი არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მადლობა ძალიან დიდი. მაია კოპალეშვილი სრულების კოალიციდან იყო ჩვენი სტუმარი, წარმატებების გისურვებთ და გამძლეობას ქალბატონ მაია. სხვა შორის ეგან მარიამ ლაშხზე ვსაუბრობდი, რომელმაც ორი გოგონა დააჭერინა დღეს ციხეში მის გამო. ორი ადამიანი წავიდა და აი ეს იგივე მარიამ ლაშხი
ტაბულა გამოცემა ტაბულა იტყობინება, რომ ნატო საქართველოს საპარლამენტაშორისო საბჭოს მუშაობა შეუჩერდა საქართველოს წარმომადგენლობას იქ, დელეგაციის უფლებამოსილება შეიზღუდა, რეჟიმს იქ წარმოადგენდა სწორედ მარიამ ლაშხა. ესეთი ჩახჩახა ბიოგრაფიული ჩანართები აქვს ამ ქალს დღეს. აი დღევანდელი დღე ამით იქნება მის ბიოგრაფიაში დასამახსოვრებელი, რომ 30 მაისს ერთი მან ორი გოგო დააჭერინა ციხეში იმის გამო, რომ თავისუფლება რუსეთის ტყვეებსო დაიძახეს და ამ დროს მას არასდროს არ გახსენებდა სიტყვა არ უთქვამს იმაზე ადამიანებს როგორ აწამებდნენ და მეორე მხრივ მას რომ საპარლამენტო დელეგაცია შეუჩერეს ნატოში საქართველოს. აი 30 მაისი მარიამ ლაშხის ცხოვრებაში. აი ესე გამოიყურება. ჩვენ ახლა უნდა ჩაგვერთოს ლონდა თოლორაია, კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი, სანამ ლონდა თოლორაია გაემზადება და ჩაგვერთვება, უნდა ვთქვათ, რომ დღეს მზიამაღლობელი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მიმდინარეობდა კიდევ მორიგჯერზე ექსპერტების მოძიებას გზას ადგას ხელისუფლება და რეჟიმი იმისთვის, რომ დაამტკიცოს, როგორ აეწვა ლოყა ბათუმის პოლიციის უფროსს და რამხელად კივილი მიაყენეს მათ და რაღაც მომენტში ამ სხდომაზე მოსამართლე ადგა შუა სხდომიდან ტელეფონმა დაურეკა და გავიდა სხდომიდან და დარჩა ეს პირდაღებული პროკურორის ადვოკატი მზია ამაღლობელის თვითონ სასამართლო დარბაზში რამდენი ადამიანი იქნებოდა და იმიტომ რომ დაურეკეს სემდგომებმა რაღაც დავალების მისაღებად და ესე სწრაფად გავიდა დარბაზიდან მოსამართლე. ზოგადად მოსამართლის ტელეფონზე კომუნიკაცია სპეციფიკური მოვლენაა, როგორც წესი არაეთიკურად მიიჩნევა სასამართლოს მიმდინარეობის დროს და მოსამართლესთან დაკავშირება ტელეფონით ასევე არასწორი არსებობს, შიდა თუ არის რაღაც გასაფრთხილებელი, შიდა ქსელი არსებობს, რითიც მასთან ინფორმაცია უნდა მივიდეს, მაგრამ აქ აღარაფერი მსგავსი აღარ მუშაობს, პირდაპირ ტელეფონზე ურეკავენ. ამას გარდა მე უკვე ვთქვი, რომ ემზადება კანონმდებლობა ამუშავდება ძალიან მალე, რომელიც შეზღუდავს თითქმის ყველა მიმართულებით გამოხატვის თავისუფლებას. აი უკვე გაემზადა ქალბატონი ლონდა თოლორაია, მე შემდგომ განვაგრძობ ამ კანონმდებლობის მიმოხილვას. ლონდა თოლორაია კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორია ჩვენთან ერთად. საღამოშტობისა ლონდა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ხართ. თავარი რაც საქართველოს ამ დროს საერთოდ აღარ გვაქვს, არის კანონის უზენაესობა და სასამართლო პროცესები უბრალოდ ვეღარ ჩამოთვლია. დრო დამჭირდება, რომ კიდე ჩამოთვალო, რამდენი სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს და რამდენი უკანონო გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული მიღებული. თქვენ შეფასება რომ მოვისმინოთ ამასთან დაკავშირებით, სად ვართ კანონის უზენაესობის მიმართულებით? არ ვიცი, სიტყვა კანონი უკვე არ ვიცი, ძალიან კომიკური გახდა. ზოგადად კანონზე საუბარი ამ ქვეყანაში, რომ აღარაფერი ვთქვათ უზენაესობაზე. არ ვიცი, მე მართლა ძალიან გული მტკივა იმ ნიშნულზე, როცა ვხედავ ჩემს ქვეყანას, როგორ ნიშნულზე ვართ დღეს ჩვენ ამ მიმართულებით. სამწუხაროდ ვართ ეტაპზე, რა ეტაპზეც არ ვიცი, ბოლო 10 წლების განმავლობაში ჩვენ არ ყოფილვართ არასოდეს. ესეთი პოლიტიზირებული ყველა სახელმწიფო უწყება ამ ქვეყანაში არ მახსოვს არასდროს. ესეთი, მოდით პირდაპირ ვთქვი, ფეხქვეშ გათელილი კანონმდებლობა მე მართლა არ მახსოვს არასდროს, იმიტომ რომ მე მიმუშავია საჯარო სექტორში და ასეთი ფორმით საჯარო სამსახურები ოპერირებდნენ, მე მართლა არ მახსოვს აი ამ ბოლო 10 წლების განმავლობაში. დღეს რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის რა თქმა უნდა იმ რეპრესიების გაგრძელება, რომელიც ზოგადად ამ ქვეყანაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბოლო, არ ვიცი, ალბათ 1 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო თვალშისაცემია. პიკს მიაღწია ბოლო თვეების განმავლობაში ამ ყველაფერმა. დღეს ხელისუფლება გვეუბნება იმას, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ, თავარია გქონდეს განსხვავებული აზრი, შესაბამისად ყველანაირი რეპრესია შემიძლია გამოვიყენო შენს წინააღმდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, პროფესიას, ქეს და ასე შემდეგ. ყველა სახელმწიფო აპარატს ამუშავებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. და ეს მკაცრი პოლიტიკა, რომელსაც იგი იყენებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, მე ვურჩევდი მათ, რომ გამოიყენონ დანაშაულის ჩამდენი მოხელეების მიმართ, მოხელეების მიმართ, რომლებიც კორუფციაში არიან ჩამხრჩვალნი, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, მოხელეები, რომლებიც სისტემატურად ძალადობდნენ მშვიდობიან ადამიანებზე, ამიტომ ესეთივე წარმატებით მათ მივცემდი რეკომენდაციას, რომ ემუშავათ ასეთ შემთხვევებზე და მაშინ როცა დღეს ჩვენ ხედავთ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თურმე ქალს, რომელიც რომელსაც პატიმრობა შეუფარდა დღეს სასამართლოს, მაგრამ ხედავთ სისტემის გარეთ ადამიანებს, რომლებმაც თავპირი დაუსისხლიანეს რუსთაველზე მყოფ მოქალაქეებს და რამდენიმე წლის განმავლობაში, ну, რა ვიცი, რომელი კანონის უზენაესობა შეიძლება აი ამ ფონზე ლაპარაკი. წარმოუდგენლად. ლონდა
ჩვენ გაგვიჩნდა დანაშაულის ჩამდეთა ძალიან ფართო წრე ადამიანების, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო უწყებებში. ეს ხალხი დანაშაულებს ჩადის სხვადასხვა დოზით, იძლევიან ცრუ ჩვენებებს და აკეთებენ იმას, რაც აშკარად არის სისხლის ამართლის დანაშაული. ანუ ნახულობთ ათეულობით მოსამართლეს, ათეულობით პოლიციელს, პროკურორებს, რომლებიც ჩართულები არიან პირდაპირ დანაშაულის ჩადენაში. ეს როგორ უნდა შევაფასოთ მათ შორის? ან როგორ შეიძლება აი ამ უწყებებმა შემდგომში გააგრძელონ რეალურ დანაშაულებებთან ბრძოლა? ხო, ეს ამ ხრივ ხო ქმნის კრიზისს? არ ვიცი, კრიზისში ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვართ და ამ ადამიანებს თუ გონიათ რომ დღეს რადგან ამ ყველაფერს აკეთებენ, ეს ხვალ ვინმეს დაავიწყდება, არავის ეს არ დაავიწყდება და ჩვენ გვაქვს ამისი მაგალითები, ხო? წინა ხელისუფლების დროს ვინც ასეთი უკანონო ტიპის გადაწყვეტილებები მიიღო, ხელისუფლება შეიცვალა და ეს ადამიანები კანონის წინაშე წარს დგნენ. ხა ყველას მოეთხოვა პასუხი თუ არ მოეთხოვა, ეს სხვა ამბავია და რატო არ მოეთხოვა, ამაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ დაუსრულებლად ხო არ გაგრძელდება ეს ყველაფერი, შეიძლება გაგრძელდეს არ ვიცი რამდენიმე თვე, შეიძლება რამდენიმე წელიც, მაგრამ დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. აი ეს ძალაუფლებაში მყოფი, აი ეს ხელისუფლება, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალადობრივი გზით ინარჩუნებს დღეს ძალაუფლებას. ამიტომ ხა რამდენი ჯილდოც არ უნდა მიიღონ ამ სამართალდამცავებმა, პროკურორებმა, დღეს დაუჯილდოვებიათ პროკურორები და ძალიან ბევრი მათგანი ალბათ გვეცნო ტელეეკრანებიდან, ხა რამდენი ხანით ეს არ უნდა გააგრძელდეს, აი ეს ფარსი, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, ეს აუცილებლად დასრულდება, არავის არ დაავიწყდება, ამ საქმებს ხანდაზმულობა ფაქტობრივად არ აქვს და ყველა მათგანს მოეთხოვება პასუხი. დარწმუნებული ვარ კანონის მთელი სიმკაცრით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნურავის ნუეგონება, რომ ეს არ ვინმეს დაავიწყდება, ან მართლმსაჯულების წინაშე ამ ადამიანებს არ მოუწევთ პასუხის კერა. ამ ყველაფერს მართლა თავის მორალური ეს აქვს ხო, მორალური საკითხი, მორალამდე დადის მართლა, ოღონდ აი მართლა კანონის რაღაცას ცდება რა. აი დღეს მაგალითად საბა სხვიტარიძის პატიმრის ძმა გაუშვეს ციხეში, თორნიკე სხვიტარიძე და მარიზი კობახიძე, რომელიც იყო ციხეში მისული თავის შვილთან, ხო? შვილთან მისულ ციხეზე იქ მიუტანეს 5000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი ციხის კართან ჩააბარეს პატიმრის დედას. და მორალური აი ამ ნაწილზე აუცილებლად ეს მოითხოვს შეფასებას უნდა ხო მართლა ვილაპარაკოთ კანონის უზენაესობის, გარდუვალობის, პროპორციულობის, ლეგიტიმურობის, ყველაფერზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მორალი ხო არსებობს, ხო? ოჯახიდან რო ორი ძმა აბსურდული ბრალდებით არ უნდა დაიჭირო, ხო? ციხეზე მისულ დედას რო ჯარიმის ქვითარი არ უნდა ჩააბარო. ხო აქ ამის უკან ხო რაღაცა დგას. ადამიანს რომელსაც არ აქვს კანონის შეგრძნება მოხელეს რომელიც პატივს არსებს კანონს მე არ მაქვს მოლოდინი რომ იმას რაიმე მორალური კომპასი აქვს ცხოვრებაში. რა ვიცი, ჩემთვის მორალია ისიც რომ შენ არ იძიებ იმას რაც გამოსაძიებელია. ჩემთვის მორალია ისიც რომ შენ კაცრად სჯი ადამიანს რომელმაც იმაზე არ ვიცი 100ჯერ 1000ჯერ ნაკლები კანონდარღვევა ჩაიდინა, ან შეიძლება საერთოდ არ ჩაუდენია და მაშინ იმ ადამიანს საერთოდ არ ტყო პასუხს, რომელმაც არ ვიცი სახელმწიფოს სახელით სისტემატურად იძალა და არასათანადოდ მოეპყრო, რიგ შემთხვევაში აწამა ვიღაც. ამიტომ ეხლა ჩვენ ვისაუბროთ ამ ადამიანების მორალურ კომპასზე, ანუ მორალურად დაარღვიონ კანონი, აი ეს მოთხოვნები წავუყენოთ ამ ადამიანებს, რომლებიც ეს გადაწყვეტილებებს იღებენ. ნუ ჩემთვის წარმოუდგენელი მოთხოვნა, ამიტომ მე უბრალოდ მაინც იცი მე ესმის ძალიან კარგად, რასაც ამბობთ, საბოლოოდ ეს აქამდე მიდის ხოლმე, მაგრამ ჩემი აზრით აი ამ კანონდარღვევებშიც არსებობს რაღაც აი კრიმინალებსაც გაქვთ თავისი კოდექსი, ხო? ეს შინაგანი კოდექსი ყველას აქვს, რომ რაღაც შეიძლება და რაღაც არ შეიძლება. აი მარიზ კობახიძის შემთხვევა არის მართლა აღსანიშნავი, ესე იგი ციხის კართან ჩააბარეს 5000 ლარიანი ჯარიმა რისთვის, რომ თავის შვილის უსამართლოდ პატიმრობას რო აპროტესტებს ქუჩაში, ის იმისთვის დააჯარიმეს. და პირველი ჯარიმა არ არის თან ეს, ხო? ესმის რასაც ამბობთ ხო, ყველანაირი როგორ თქვა, წითელი ხაზი, ყველანაირი არის გადალახული ადამიანური
კანონისმიერი აი ხანდახან ხო გაქვს შეგრძნება რომ აი ამის შემდეგ რა იქნება აი რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ თურმე შეიძლება იყოს ამაზე უარესი ამათი მიზანი არის რა ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის არუცი ციხეში გამომწყვდება ყველანაირი მეთოდებით და ძალიან სამწუხაროა აი მე არ მინახავს ესეთი კოორდინირებული შეთანხმებული მოქმედება საგამოძიებო უწყებების პროკურატურის სასამართლოსი არ ვიცი ექსპერტიზის ბიურო დღეს ჩვენ ანგარიშის პრეზენტაცია ჰქონდა, სადაც ეს ძალიან ნათლად ჩანდა სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ არის ნაწარმოები, ძალიან კოორდინირებულად ყველა უწყება აბსოლუტურად დაქვემდებარებული არის პოლიტიკურ მდგენელს და ყველა უწყება მოქმედებს არა კანონის საფუძველზე, რაც კანონში უწერიათ, რომ ესე უნდა იყოს, არამედ მოქმედებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არნაირი მამონიტორინგებელი ფუნქცია არც პროკურატურას აღარ შერჩა, არც სასამართლოს აღარ შერჩა. ამიტომ აღარაფერი აღარ არის უკვე რასაც ჩვენ არ უნდა ველოდოთ და კიდევ ერთი საკითხი აი ჩვენ გვეუბნებიან რომ აი იგივე ბაჩაშვილთან მიმართებით რომ ეს ესე იყო ხო მოგვიყვა სახელმწიფომ ამბავი მელიასთან მიმართებით რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ასე შემდეგ თუ იმდენად დაბალია ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ აი სურო დღეს ამ ადამიანებმა ჩვენ მოგვიყვნენ ამ უწყებებმა ნამდვილი ამბები ამ ნამდვილი ამბებისიც აღარავის აღარ სჯერა და აი ამისთვის არსებობს კამერები რომლებითაც ყველა პოლიციელი უნდა იყოს აღჭურვილი და როცა ესეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და საზოგადოებაში ამხელა საჯარო ინტერესი არის კონკრეტული პირის დაჭერის არ დაჭერის და ასე შემდეგ მიმართ კეთილი უნდა ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ისე რომ საზოგადოებაში არ ჩნდებოდეს კითხვის ნიშნები და რადგან ამას არ აკეთებენ ეს რა თქმა უნდა ადასტურებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით რომ ამჯერადად ჩვენ ამოწყებებისაგან ვისმენთ ყვილებს. მადლობა ძალიან დიდი ლონდა თოლორაია კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი გორჩევა ლონდას. ლონდას დავემშვიდობეთ ირაკლი ფავლენიშვილია ჩვენთან ერთად კოალიციიდან ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ირაკლი საღამოშვიდობისა უკვე რამდენჯერმე ჩამოთვალე გადაცემის მიმდინარეობის დროს ის საქმეები რაც დღეს სასამართლოში ხო ერთმანეთზე უფრო მძიმე კანონის დაცვის და მორალური თვალსაზრისით ხო მართლა ბოლოს ახლა გავამახვილე ყურადღება მორალურ ფსკერზე რომელიც ჩახიეს მართლა იმით რომ პატიმრის დედას მარიზი კობახიძეს ციხის კართან ჩააბარეს ჯარიმა და ერთი ოჯახიდან ორი პოლიტპატიმარი ყავთ უკვე საბას ხუტარიძე და თორნიკეს ხუტარიძე ორი ძმა მელიას საქმეზე ისაც თელი დღე უყურებთ ლაპარაკობთ ხო ირაკლი როგორ ფიქრობ აი საერთოდ რა შეფასებას შეიძლება იმსახურებდეს ეს ამბები რაც ახლა დღეს ხდებოდა და რა მოქმედებისკენ შეიძლება გიბიზგებდეთ თქვენ ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას რომ ყველანაირი წითელი ხაზი რო გადალახული ამაზე უკვე შეთანხმება არსებობს საზოგადოებაში უბრალოდ რეჟიმმა მიაღწია იმ ზღვარს როდესაც უკვე ნათლად აჩვენებს რომ არის საშიში ყველასთვის აბსოლუტურად იმიტომ რომ ახლა უკანონობა რას ნიშნავს ქართულმა კაცმა ძალიან კარგად იცის და ქართულმა ადამიანმა გამონერქნა რომ სამწუხაროდ გვაქვს გამოცდილება სანამ სახელმწიფო ინსტიტუციები შეიქმნებოდა ქვეყანაში რა სიტუაცია იყო და 90-იან წლებში რა ხდებოდა ახლა ვისაც არ გახსოვს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს ისე კიდევ სხვა მენტალურ გარემოში არიან გაძლიერებული. ამაზე რატო ვამბობ? იმიტომ რომ ის უკანონობა, სრული ქაოსი და ის რომ იარაღიან ადამიანს უბრალოდ შეუძლია ყველაფრის გაკეთება 90-იან წლებში გამოცადა ძალიან ბევრმა ოჯახმა, ხო? ნუ განსაკუთრებით ხახსოვს ეს სამეგრელო შემთხვევები, მაგრამ ანუ რო არ დავკონკრეტეთ კიდევ ძალიან მარტო რამეს ვიტყვი რა მე გუშინ შემხვდა ერთი ნაცნობი რომელიც პირდაპირ ხანახა ვერ უმალავ ხოლმე ჩემს აგრესიულ განწყობას ხოლმე ზოგადად ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვიცოდი რომ ოცნების მომხრე იყო ბოლო პერიოდის მანძილზე, მაგრამ სხვადასხვა ესეთი რამ მითხრა მანაც რომ ცოტათი იმედი მომზადა რომ მიხვდეთ რომ ძალიან ნაცრისფერი მასა არის ხო საკმაოდ სამწუხაროდ დარჩენილი მითხრა რომ ისინიც კი გრძნობენ შიშს გამონერექიდან რომ ქვეყანაში ესეთ სიტუაცია შექმნილი როდესაც აღარც ოპოზიციური არხები აღარ იარსებობს აღარც ოპოზიციური პოლიტიკოსები აღარ იქნებიან და ყველა წითელი ხაზი გადალახული იქნება რეჟიმის და აღარაფრის შიში აღარ იქნება და როცა მოუნდება ვისაც მოუნდება იმას დაიჭერს და დააჯერებს აი ამის შიში აქვს ამიტომ ეს შიში კი არა უბრალოდ რეალური мотиваცია უნდა იყოს ჩვენი რომ მოვახდინოთ რეალური კონსოლიდაცია და რეალურ ასე ვთქვათ შეტევაზე გადასვლა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აქამდე რასაც ამოვდით ხოლმე რომ გადამწყვეტ ბრძოლა კი ბატონო შეიძლება ვინმესთვის ეს ფრაზა გახდა ძალიან ზედმეტი ხო უკვე რომ აი მე რამდენჯერ უნდა თქვა გადამწყვეტ ბრძოლა მაგრამ დღეს უკვე ხო ამ სიტყვას როცა ვამბობ უკვე მეთანხმება ის ადამიანიც რომელიც 2 წელს წინ არ მეთანხმებოდა 1 წელს წინ არ მეთანხმებოდა სამწუხაროდ იყვნენ ადამიანები რომლებიც მეუბნებოდნენ მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში რომ კარგი ხა 20 წელს არჩევნები რატო არ ეგეთი გადამწყვეტ ეგრე წინაზე ხო ვიძახდით ანუ ხალხს ახმა არ ქონდა და ჩვენ როდესაც ეს ნაცურ ძალიან ნაცურ პოზიციას იკავებთ ზოგი გვეუბნება ხოლმე მაგრამ
სიამდვილეში ნაცნობმა მოძრაობამ აღმოაჩინა ივანიშვილის ბუნება და მისი განზრახვები უფრო ადრე ვიდრე სხვებმა. ვინმეს კი არ ვეჯიბრებით, უბრალოდ იმას, რასაც 2019 წელს ვიძახდით, 20 წელს ვიძახდით და მე უფრო მეტი ადამიანი რო არ გვეთანხმებოდა, ეხა უფრო მეტი ადამიანი იმიტომ გვეთანხმება, რომ უფრო მეტი მიხვდა, რომ არანაირ რაღაც კონსტრუქციულ დიალოგს ამ ხალხთან აზრი არ აქვს, რომ არანაირ არჩევნებში შესვლას ამ ხალხთან უკვე აზრი არ აქვს და ასე შემდგომ. და დღეს ამიტომაც ამ საკითხებმა კიდევ რომ გამოაჩინა, იცი რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა აღარ უნდა იყოს საერთოდ აქტუალური, ხო? როგორ შეიძლება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი უყურებდეს იმას, რაც ხდება, რომ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს. ის საარჩევნო დემოკრატია აღარ არის, ეს ამაზე აღარ წარიც ახლა. უბრალოდ კანონი აღარ კანონობს და არაფერი აღარ არის. მორალიც აღარ არის, არც ეთიკა აღარ არის, არც კანონი აღარ არის. უბრალოდ ვიღაცა ბანდამ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. და ამ დროს ახლა როცა კიდევ ადამიანი დაიწყებს საუბარს რაღაც საარჩევნო პროცესზე, ან უბრალოდ კამუფლაჟი იქნება რეჟიმის ფოთლები იქნებიან, ნამდვილად ეს ადამიანები, რომლებიც დაფარავენ ამ რეჟიმს თითქოს და დემოკრატიული კამუფლაჟის შესაქმნელად. ამიტომაც ამ დღევანდელმა ფაქტმაც ნათლად უნდა მიუთითოს ყველას, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლის და მართლა ბრძოლის დრო არის. წინააღმდეგობა, ვისაც არ შეუულია და ვისაც არ შეუულია, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ ავტორიტარიზმს ვერ შეებრძოლება და მით უმეტეს ოპოზიციონერობაზე არ უნდა ქონდეს პრეტენზია, თორე არც ციხეში წასვლა არ ეხალისება იმ ადამიანებს და პირიქით, როგორ შეიძლება ხო ზოგიერთი ადამიანი აკლინებს ხოლმე ამ ციხეში წასვლის სიმძიმეს და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ხალხი მე რამდენჯერ მიდის ხო ბოლო ხო ციხეში ნიკამილეს გულს ხომ და შვილი ყავს იმ ადამიანს და ოჯახის წევრები ყავს ხო ამიტომაც როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე რომლებსაც კიდევ არ აქვს კარგად აღქმული ის ყველაფერი ესეთი დღეები ხა უკვე გამოფხიზლების დრო აღარ იქნება შემდგომში და ამიტომაც ეხავე უნდა შეწყვიტო ნებისმიერი ტიპის კოჰაბიტაცია და ეს ფრაზა უფრო მათგმელი იყო ხომ გამოყენებული მაგრამ ნუ თანამშრომლობა ასე ვთქვათ რეჟიმთან იმიტომ რომ კოჰაბიტაცია ნიშნავს რომ საარჩევნო პროცესში ერთად იღებ მონაწილეობას და თითქოს და რაღაც ჩვეულებრივად როგორც იტყვიან ბიზნეს as usual არის ხო რომ თითქოს და ჩვეულებრივად იღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში ისე რომ არაფერი არ მომხდარა და თუ კანონი აღარ არსებობს და საარჩევნო დემოკრატია აღარ არსებობს და ყველა ოპოზიციონერი ძირითადი მოთამაშე ციხეშია მაშინ რაღა შეიძლება მონაწილეობას ამიტომაც აი ამის დრო არის რომ ყველა ოპოზიციურმა მათ შორის ფიგურამ და ნებისმიერმა ადამიანმა გაანალიზოს რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და განამწყვეტ ბრძოლაში ჩაერთოს ამასთან ერთად ჩვენ ხედავთ დამნაშავეთა წრე როგორ ფართოვდება ხო ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმდევრები ხალხი ეს არის სრულ მოწმეები ეს არიან ის ადამიანები რომლებიც გეგმავენ აი მაგალითად ნიკამელიას თავს გუში რაც დაიგეგმა დანაშაულებებთან ბრძოლის ამოცანას მოწყდა 100 პოლიციელი და მათი ამოცანა იყო ნიკამელია გადაეყვანათ პატიმრობაში ხო აი ეს მათ შორის როცა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს რეჟიმს ხო რა გარემოს ქმნის და მათ შორის მისი ამოცანა როცა დანაშაულებებს ვლაპარაკობთ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თავარი ფუნქცია ამ დანაშაულებებთან ბრძოლა ამ ხრივ რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში ამაზეც რო თქვა ჩვენ გვავიწყდება რომ ეს ხალხი არის რესურსი რომელიც ცდება იმას რისთვისაც ხელფას იღებენ რა თქმა უნდა აი ეს დღეს მაგალითად სასამართლოში ვიყავი და მე უკვე მენამდეჯერ ვარ სასამართლოში, მაგრამ ეხა უკვე კიდევ ახალ დასკვნებს გაგეს ადამიანები. ანუ შუბლის ზარღვის გაწყვეტის აი ხორჩესხმა ხდება ჩვენს თვალწინ, ხო? იმიტომ რომ ამ ადამიანებს უყურებით და სხვათა შორის წლების მანძილზე ეს ადამიანები უფრო ხელჩაქნეულები უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ადამიანებთან მიმართებაში. პირდაპირ ვიტყვი რა, არ დავმალავ, იმიტომ რომ 2019-20 წელს ჯერ კიდევ როცა იყო ახალი სერია დაკავებების და ეს საპროტესტო მოძრაობის, მაშინ კიდევ ვატყობდი რომ რაღაცის თქმას აზრი ხონდა ხოლმე, დამუნათებას, აი ნამუსზე შეგდება, სინდისზე შეგდებას, მაგრამ ის ხალხი ეთყობა აღარ არის ძალოვან სტრუქტურებში ან აღარ ავალებენ ამას, იმიტომ რომ ეხა არის მართლა განსაკუთრებული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელები. არ უძახა საკუთარ თავთან ძილის წინ ეხა როგორ ამართლებენ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აი ყველასთვის მოსამართლე დაწყებული ყველასთვის ხადია ხოლმე სასამართლო დარბაზში, რომ რა დონის უსამართლობასთან გვაქვს ხოლმე საქმე და ეს ხალხი უბრალოდ არის გამოუსვედაგარი საჯარო სამსახურისთვის. პირდაპირ ვიტყვი. ანუ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოვა, ანუ პირდაპირ არ უნდა დაპირდეს იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ საქმეებში, იმას რომ მათ შეუნარჩუნდებათ ადგილები, იმიტომ რომ პირდაპირ დანაშაულში იღებენ ეს ხალხი მონაწილეობას, რა დაზღვევაა რომ მე მომდევნო წლებში არ მოხდება ისეთი რამ რომ ვინმე პოლიტიკოსი რომელსაც ეგნება ამბიცია რომ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს ისევ არ გამოიყენებს ამ ხალხს ხო ამიტომაც ეს ხალხი არის ნამდვილად ქცეული ივანიშვილის და რუსეთის ადამიანურ რესურსად საქართველოში რომელთაც კეთილსინდისერება და პატრიოტიზმი აღარ გააჩნია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ივანიშვილმა სპეციალურად რატო თქვა რომ მანამდე რატო არ ვაკეთებდი ამას და ეხლა რატო ვაკეთებო ინსტიტუციების მიტაცება მარტო პიროვნული ეს ინსტიტუციური პროცესი კი არ არის მარტო პიროვნული პროცესია ამ ადამიანმა შეძლო და გარყნა ყველა ის პიროვნება რომელიც დასაქმებულია იქ ეხლა უკვე ვინც არიან დასაქმებული მათთვის ყოველდღიურობა და რუტინა საქმის კეთების შემადგენელი ნაწილია ტყუილი. ან მართლა შეუჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია ამ ხალხს შუბლის ზარგული გაწყვეტილი აქვს ახლა. მით უმეტეს მართლა მაოცებს ხოლმე არ შემიძლია ემოციებად 25-26 წლის გოგოები არიან ხოლმე და ისინი დგანან ხოლმე იქით ხარეს და მართლა პატიმრების დედებს და ხუებს ძალიან ცინიკურად თან ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ ვინმე შეიძლება ეგონოს რომ ის ხალხი კიდევ რაღაც ცოტა დარწმუნებულია და არა იქით რო იტყვიან ხოლმე ხო ანუ გონორზე არის რო გამოიყო ხო ესე არიან და თან რაღაც ცინიკურად და
ცინიკური დამოკიდებულება აქვს და არ შემიძლია არ გამახსენდეს ხოლმე ხა ლიოსას ძალიან კარგად აქვს გამოკვლეული დიქტატურები, ხო, საუკეთესო იყო ამ მხრივ ალბათ წერილობაში და მას ძალიან კარგად აქვს ერთხელ დაწერილი რომ დიქტატურა ცუდი იმიტომ არის რომ ადამიანების ყველა ადამიანის პროფესიას და მათ პიროვნებას და მათ პირად ცხოვრებას ეხება დიქტატურა და ივანიშვილის დიქტატურა აი ესე მდგომარეობამდე მიყვას ხალხს როგორც 30 წლის დროს ანუ გვერდზე ისხდნენ ერთმანეთის სამსახურებში და ასმენენ ერთმანეთს აი ამ ტიპის ქართველის გამოყვანაზე ჩალენჯს ზარდენ კუპრაშვილმა უკვე გააკეთა დანოსების რაღაცა ელექტრონული სისტემა იმეილების სახით რომ მოდით ჩაუშვით თქვენი თანამოქალაქეები თავის დროზე როცა საქმე იმაზე იყო წინა ხელისუფლების დროს რომ სასამართლოს ჩვენება უნდა მისცე ხო დანაშავის წინააღმდეგ და ამას არ აუშვებს კვლელის წინააღმდეგ თუ ჩვენებას მისცემ ეს სწორია და ეს შენი მორალის საწინააღმდეგო არ არის ეს მაშინ მორალი ჩამოგვანგრიეს თავზე ქართველობას გვართმევენ ერთ ამბავში იყვნენ და ეხა პირდაპირ ეუბნები რომ შენ თანამშრომელი ჩაუშვი რა შენი მეზობელი ჩაუშვი რომ ხელისუფლებას აკრიტიკებს რამე სხვაზე კი არ არის ლაპარაკიც არ დანაშაულზე კი არ არის ლაპარაკი ხელისუფლებას რო აკრიტიკებს აი ამაზე მოდი მოგწერე და მე ვირეაგირებ იგივე ხალხი ეხა ამართლებს ვინც ამას ლაპარაკობდა იგივე ხალხი ამართლებს და ეს ნათლად აჩვენებს ხო რომ მათ ქონდათ ქვენაგზნობები და არა რაღაც მაღალი მატერიების ინტერესები ქონდათ ანუ იგივე ხალხი ამართლებს ახალგაზრდა სტუდენტების მართლა ჭიანჭულაზე რო ფეხისთვის არ დაუდგამთ ეგეთი გოგო ბიჭების ცემას ძალოვანი სტრუქტურის იმ თანამშრომლების მიერ რომლებიც მაშინაც იყვნენ და ეს რაღაცა არაბუნებრივი ცუდი კი არ არის ანუ რაღაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები შეუძლებელია ეს მასობრივად ყველა შეიცვალოს ხო აი ცირა რაღაცა თავი მე მართლა მაგ ხოლმე გასწო რომ უსმენ ხოლმე რომ აი რო ეუბნები რომ აი ხარ რომ ეს ყველაფერი ხდება და მაშინ რო ხდებოდა ჩვენ ანუ მე მგონი ცოტა თავს იდებილებენ ანუ სხვა მართლა არ მგონი რომ ესეთი ჩამორჩენა არ არსებობს ეს არის თავის მოდებილება რომ მე აი ვითომ ვერ გავიგე აი რასაც მეუბნები აი ამდენი გავიგე რამდენიც დამჭირდა ბოლო ჯამში მე მივედი იმ დასმამდე მაგ მიმართულებით პირდაპირ გეტყვი რომ არსებობს ადამიანები საქართველოში აი საბჭოთა კავშირის გამოვიდა და ჰომოსოვიტიკუსების შექმნა მთელი არმიას სამწუხაროდ და ზოგი პროპაგანდის აი თქვა ბურუშია გახვეული მაგრამ ძირითადად ბევრი ესეთი ადამიანები რომელსაც უბრალოდ აწყობს ის რასაც ივანიშვილი აკეთებს ანუ არ სურთ თანასწორი გარემო არ სურთ სამართლიანი გარემო არ სურთ უარი თქვა იმ რაღაც ფსევდო იდეალებზე და ფსევდო მითებზე რომელიც მათ ჩაუნერგეს თავდაპირველ ეტაპზე და ამიტომაც მზად არის ყველაფერი ეგრეთ წოდებული გაправება მოახდინო ყველაფრის და ივანიშვილი რაზე დგას ყველა ამაზე დგას რეპრესიებზე და პროპაგანდაზე და პროპაგანდისტულად რატო დგას ამაზე იმიტომ რომ იმ ადამიანს არც ანუ შუბლიზარღვი არ გაუწდება უბრალოდ რაღაცა პროპაგანდისტული მასალა ჭირდება რომ თავისი პოზიცია გაამართლოს თორე იმის ნამდვილად არ ჭირდება მე დარწმუნებული ვარ რომ იმ ადამიანებს რომელზეც ჩვენ საუბრობთ არ ჭირდა და კარგად იციან სიამოვნებაში რა ხდება უბრალოდ არ უნდათ რომ რეალურად ქვეყანაში ორი შეიძლება გასაშეცად განვითარების მოდელი იყოს ერთი რომ მართლა ევროპელები ოღონდ ახლა ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან კარგი უწევრი გილად ჩარგმნა სხვადასხვა ეგ აქვს აღწერილი რომ ევროკავშირის წევრობა კი არ არის მარტო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრად გახდომის პროცესი იყო ის რაც უფრო კარგ ხდიდა მთელ სახელმწიფო ინსტიტუციებს, უკეთეს ხდიდა საჯარო მოხელეებს, უკეთეს ხდიდა სკოლებს, უკეთეს ხდიდა საგანმანათლებლო სისტემას, ჯანდაცვის სისტემას. ანუ ეს პროცესი ხდიდა უკეთეს, იმიტომ რომ სტანდარტები იყო მაღალი და ეს სტანდარტები, ეს ორიენტირები არის მიუღებელი ამ ხალხისთვის, ხო? და გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ არიან აი ამ რუსულ იდეოლოგიურ ჭაობში გაზრდილები, კონფორმისტები და მტრის მიერ გაზრდილი ინტელიგენცია უბრალოდ და მეტერაფი. და ასე ინტელიგენციაც არა მარტო მაგრამ. ბოლო კითხვა მინდა დავსვა, საერთაშორისო მიმართულებით დღეს ამერიკელი სენატორი ხსტუმობდა თქვენი პარტიის წარმომადგენლები როგორც ვიცი შეხვდნენ ხო ამ მიმართულებით თუ შეგიძლიათ რამე გითხრათ ხო ჩვენ ახლა ამერიკელ კოლეგებთან ძალიან ინტენსიური კავშირი გვაქვს თინა ბოგუჩავას და პეტრე ცისკარიშვილის ვიზიტიც ჰქონდათ რამდენიმე კვირის წინ ახსოვს ალბათ თქვენ მაყურებელს და ძალიან ასე უშუალო კონტაქტი გვაქვს რა თქმა უნდა კონგრესმენებთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან მარტივია ის რა ქართველი ადამიანი რასაც უყურებს იმას უყურებს ის რა თქმა უნდა და არანაკლებ ინფორმირებულები არიან პირდაპირ უკვე საქართველოს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და ძალიან მარტივად ხვდება ეს ხალხი რას რომ ამ თვეებში წყდება საქართველოში ძალიან მარტივი ბედი ჩვენ ვქნებთ რაღაც მართლა ეკონომიკური თვალსაზრისით ყბადაღებული თემა მაგრამ მართლა ცენტრალური დერეფანი რომელიც ევროპას და აზიას შეაკავშირებს თუ იქნება რაღაც არეალი რომელსაც გამოიყენებს რუსეთი თავისი რაღაც შავი ფულის ინტერესებისთვის და მათ შორის აი კოლ ცენტრების და როგორც ბიზნეს და ეკონომიკური მოდელი აქვს ახლა ივანიშვილს აი ამ უკანონო ბიზნესების თავშესაფარი ფაქტობრივად საქართველოს იქნება ქცეული მათ შორის ამერიკელი როცა ამომენა ფინანსურ საკითხებს რო აკეთებენ აქცენტს ამ ხრივაც უყურებენ რა თქმა უნდა რომ მათი სისტემური მოწინააღმდეგეები და მეტოქეები ამ რეგიონში რამდენად ძლიერები იქნებიან და შეხედავენ რომ ივანიშვილის პირობებში ჩინელებს მიცეს ანაკლიის პორტი რომელიც იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რომელსაც ინტერესი ამერიკას და ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მაგრამ ნუ ჩინეთი კიდევ გასაგებია მაგრამ ნუ ოკუპანტის ინტერესს ატარებენ ეკონომიკურს ასე რომ ყველაფერი ამ კუთხით ახლა ადამიანის უფლებებზე რო არ მობილიზდე მარტო და კონცენტრირდე და რო ვისაუბრო სხვა თემებზეც
უაღრესად პრობლემური გახლავთ და თელი დასავლეთი ხვდება რომ საქართველოს ან იკარგება დასავლური ცივილიზაციისთვის ფინანსური, პოლიტიკური, კულტურული კუთხით, იკარგება უბრალოდ და ხდება გამიჯნული დასავლეთთან, ან მეორე ვარიანტი არა, მეგობარი აქტიც ამას ითვალისწინებს, რომ თუ მოხდება ამ ქვეყანაში ნორმალიზება სიტუაციის და შეუძლებელია ამ სისტემის დემონტაჟის გარეშე სიტუაციის ნორმალიზება, აბსოლუტურად ძალიან მაღალი და ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები იხსნება და ერთსაც დაუძენდი უბრალოდ მარტივად ვიტყვი, სხვათა შორის ჩინელებსაც კი და სხვა იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სხვა იმ ქვეყნის წარმომადგენლებსაც, რომლებსაც აქვთ ინტერესი საქართველოში თუნდაც ამ რეგიონში, ნამდვილად არ აწყობთ ის, რომ დასავლეთთან სრულიად იყოს მოწყვეტილი საქართველო. ამას ვიტყოდი, აქ მარტო რუსეთის ინტერესია ის, რაც ხდება აქ და შეიძლება კიდევ რომელიმე მეზობელს არა, მაგრამ ჩვენ რეგიონის რომელიმე სხვა წევრი ქვეყნის ხსენება, იმიტომ რომ სინამდვილეში დასავლეთიდან მოწყვეტილი საქართველო არის გაღარიბებული, გაუბედურებული ქვეყანა. მადლობა ძალიან დიდი. ირაკლი პავლენიშვილი იყო ჩვენთან ერთად ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის კოალიციიდან. ირაკლის თავმჯდომარეები ჩვენ ახლა უნდა შემოგვერთდეს ელენე ახობაძე, მე მინდა ქალბატონ ელენეს ვთხოვო, რომ სტუდიაში შემოვიდეს. სინდისის პატიმრების საბა და თორნიკე სკუტარიძეების დედა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ცრუ მოწმის მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ბრალდებით და შეურაცხყოფა გამოიხატებოდა იმაში, რომ მას გვარის შემარცხენელი უწოდეს. ორ ადამიანს ანი ქავთარაძეს ჯარიმა დაუწერეს, რადგან მცირეწლოვანი შვილი ყავს, ამიტომ არ გაუშვეს ციხეში და საბა სკუტარიძის ბა თორნიკე სკუტარიძე დაიჭირეს. ორივე ძმა დღეს ციხეში. ამას გარდა დღეს ციხეში გაუშვეს კიდევ ორი სტუდენტი გოგო იმის გამო, რომ მარიამ ლაშხს შეუძახეს სადღაც საჯარო სივრცეში, რომ თავისუფლება პოლიტპატიმრესო. ეს მხოლოდ დღევანდელი ანგარიში რაც არის. აი დღევანდელი ნიკამელია დაიჭირეს კიდე. დღეს მოასწროეს რეჟიმმა ქალბატონელე საღამოშტობისა მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. უბრალოდ წარმომიდგენია რა განცდა, ვერც წარმომიდგენია ვიტყუები ახლა რა წარმომიდგენია რა განცდა არის, რასაც ახლა თქვენ გზნობთ. რო გითხრათ აი თქვენი ემოცია მათ შორის რომ გაგვიზიაროთ, მაყურებელს რომ გაუზიაროთ, თქვენი ორი შვილი არის ციხეში. პოლიტპატიმარი, ორი პოლიტპატიმარი. ჩემი ორი შვილი არის ციხეში, რეჟიმს უნდა რომ არ ვიცი ოღონდაც რატომ კითხვა მაგ ჩემ თავთანაც და ვერ პოულობ ვერანაირად. უნდა რომ რაღაცნაირად შემაშინონ. გამაჩუმონ, არ ვაპირებ. დღევანდელმა ამეთმა საქციელმა კიდე უფრო გამაძლიერა, კიდე უფრო გამამაგრა და კიდე მეტს გავაგრძელებ ბრძოლას. თუ დღევანდელ სასამართლოზე რო გითხრათ, ხო, თორნიკემ თვითონ ბოლოს ამის თვითონ თქვა, რომ დამიჭირეთო რა, დამადეთ ხელბორკილებიო. კი, თორნიკეს ესე იგი დღევანდელი სასამართლო იყო, იცით რა, გამახსენდა 90-იანი წლები. დღეს მე სასამართლოში არ ვიყავი, დღეს ვიყავი სადღაც ქუჩის ბირჟაზე, სადაც ირჩეოდა თემა, უკაცრავად ესე ცოტა იმათ 90-იანი წლების სტილზე ვილაპარაკებ. ირჩეოდა თემა მონა როგორ დაუძახა და გაიგო თუ არ გაიგო ზუსტად, ქავთარაძის სირცხვილი როგორ დაუძახა და როგორ გაიგო და როგორ არ გაიგო, ოღონდ ამას თვითონ ქავთარაძე არჩივის, ვიღაცამ რო გაიგო, ვითომ ის სამი მოწმე ყავს ქავთარაძეს და აი ესე ბირჟაზე ვიდექი დღეს ჩაცუცქულ ბირჟაზე და მოვიდა უკაცრავად აი ესეთი გამოთქმისთვის მაყურებელი ერქვა თუ მომგვარებელი ენუქიძე და მოაგვარა საქმე და არც მწვადი დაწვა და არც შამპური მე ვითომ პატივი მცა როგორც პოლიტპატიმრის დედას და 5 დღე გამომიყო, მაგრამ ქავთარაძეც ასიამოვნა, რომ შენ კი დაგაქვეითეს, მცხეთაში გაგამწესეს, მაგრამ ხომ გაუშვი მაინც პატივი გეცი პატიმრობაშიო. ანუ არ გაითვალისწინა არაფერი. და კომუნისტების დროს იყო ესეთი პერიოდი, როცა ოჯახს ერთი პატიმარი ყავდა, თუ კაც არ მოკლავდა. ეს გადმოცემითაც ვიცი ისტორიული ფაქტები არ არსებობდა რომ მეორე პატიმარი გაეჩინა კომუნისტებს, რომელსაც ვლანძყავთ და რომლებიც არ მოგწონს. ანუ არსებობდა რაღაცა ზღვარი, რაღაცა მორალური კოდექსი, აი თქვენ ეხლა არაფერი არ არსებობს. მარიჯ კობახიძეს მიუტანეს ციხის კართან თავის შულთან შედიოდა 5000 ლარიანი ჯარიმა ჩააბარეს, ხო? თქვენი ორი შვილი არანაირი მორალური, მართლა აქ არ არის არც კანონის უზენაესობაზე, არც კანონის გარდუვალობა, არც ლეგიტიმური მიზანი, არაფერზე პროპორციულობაზე, წმინდად ოჯახებში გაზდაზე და მორალურ კოდექსი არის ლაპარაკი. ვის რა მსოფლახმა აქ რა? ხო, მარტო მოხუცი როგორ ექცევა, ბავშვი როგორ ექცევა, ქალს როგორ ექცევი, ამაზე აი ოჯახში რო გასწავლენ, აი ამ დონეზე ვართ დასულებ და აქ არის პრობლემა. აი ეს ნამდვილად ჩემზარავი ნაწილი იყო დღევანდელი დღის ქავთნელნე. როგორ განწყობაზე ხართ? აშკარად საბრძოლო განწყობაზე ხართ. ბრძოლის უნარიანობა მომიმატეს ამათმა, ესენი მე მგონი მე მცდიან, დღითი დღე მაძლევენ
რომ ძალას რომ უფრო მეტად ძლიერი ვიყო. ჩემი შვილი არის 1.70 ალბათ რა და გამხდარი ბიჭია. 30 თუ 50-მდე ესე პოლიციელი დარბასთან ელოდებოდა ნეტა რა თუნდოდა მაინტერესებდა რა საქმე გახსნეს ამისთანა რომ ამდენი სამართალ დამცავს უნდა წაეყვანა ჩემი შვილი კითხვა ჩემმა შვილმა რომ ეს რა მაგარი კაცი ყოფილი ვარ და არ ვიცოდი რა ხა საბა როგორ განწყობაზეა და მის საქმის მართლებით რა ხდება რომ გითხრათ ძალიან ნერვიულობ საბაზე რომ მე ვიცი ხა რომ საბა იქ მარტოა და ინერვიულებს უბრალოდ ფორმულას ვერ უყურებს თორე ამ ეთერს გამოვიყენებდი ინერვიულებს ხა ჩემზე ყველაზე მეტად ნერვიულობს მაგრამ დამირეკა რაღაც გზაში და გაითიშა არ ვიცი გაგვთიშეს და მე ვეღარ გადმორეკა და ერთ სიტყვით ვერ გაიგო მე როგორ მხნეთა ვარ და როგორ ძლიერად მაგრამ ალბათ მისი საქმის მიმდინარეობა როგორია ბარემ ამაზე მისი საქმის მიმდინარეობა ფაქტი ის არის რომ ვერც ცრუ მოწმეებით და ვერც საბას მოწმეებით ვერაფერს ვერ მოაბეს თავი რომ იტყვიან და ვერ აბრალიან და ვერ დგინდება ისევ იმ ქავთარაძემ თქვა თვითონ პირდაპირ სასამართლოში რომ მე არ დამინახია ვინ დამარტყა და საერთოდ არანაირად არ დამინახია არსად არც ტერიტორიაზე საბა მაგრამ მაინც აყავთ ყეობაში ხო, აი და ედავებიან თან რას? რომ ჯგუფურად ორგანიზებას ედავებიან, ხო, საბას? არა, საბას ედავებიან უბრალოდ პოლიციაზე თავდასხმას, რომელიც იყო ტიტუშკა. და რომელსაც არანაირი ის არ აქვს. არანაირი აღსანიშნავი საქმე არის ნამდვილად ამ მიმართულებით საბას საქმე. დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ქავთურელი, რამის თქმა ხომ არ გინდათ კიდე და შეგვიძლია დავასრულოთ ამის გადაცემა. ვინმესთვის რამის თქმა ხომ არ გინდათ? არაფერი, უბრალოდ თქმა მინდა იმისი, რომ აი ყველას მოეკითხება, აბსოლუტურად სულ ყველას მოეკითხება და ჩემი შვილის ასაკამდე არ მიუვიდეს ქავთარაძეს თავისი შვილები. ხო, რთული მოსასმენია ნამდვილად ეს ტრაცები პირდაპირ მაგრამ დედის ემოცია ამ შემთხვევაში გასაგებია. კი, არც ცხოვრებაში არ მიყვარს წყევლა, არ მიყვარდა, მაგრამ ხელოვნურად გამაბოროტეს და აი ეს სიბოროტე სადამდე წამიყვანს, მაგათი ხელოვნური გაბოროტება არ ვიცი. ელენა ახობაძე, სინდისის პატიმრების საბა და თონიკეს ხუთარიძების დედა იყო ჩვენთან ერთად, ორივე ძმა დღეს საპატიმროშია. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. წინ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა გელოდება თქვენ ახლა. მე ხვალ შაბათია, ხვალ უკვე საღამოს გვარი მაგიდის ფორმატში დაგიბრუნდებით. დარჩით ფორმულას.